არაბულ კომპანია Eagle Hills-თან საქართველოს სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად თბილისში, კრძალნისის ტერიტორიასა და გონიოში ზღვის პირას სავაჭრო და საცხოვრებელი სივრცეები დაახლოებით 9 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე აშენდება. განხილვის საგანი იყო პარლამენტში. დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამ საკითხზე მეტი დეტალების გასაგებად დაიბარეს. იმის მიუხედავად, რომ ჯერ არც კონკრეტული პროექტი და გეგმა არ არსებობს, პრემიერი ირაკლი კობახიძე თავის გამოსვლაში ირწმუნებოდა, რომ ამ არაბული ინვესტიციით საქართველო მხოლოდ დადებით შედეგებს მიიღებს. მას სპეკულაცია უწოდა კრიტიკულ კითხვებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს მოქალაქე და ეროვნული ინტერესების შესაძლო დარღვევა, ტერიტორიების შესაძლო გასხვისება, სხვა ეროვნების პირთათვის მოქალაქეობის მარტივად, პრივილეგირებულად მინიჭება და ხელშეკრულების გასაიდუმლოება. მესის თქმით, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია და ეს ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო წინსვლისთვის აუცილებელია. Ფუსდება ერთობლივი კომპანია, როგორც თქვა, წილის მე-13 ეკუთვნის ამ კომპანიაში. საქართველოს სახელმწიფოს 2/3 ეკუთვნის კომპანია Eagle Hills. საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არიღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ. აჩხო ინვესტორის ვალდებულებას, ინვესტორი იღებს ვალდებულებას სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი. აჩხება იმას თუ რატომ აქვს მინიჭებული ამ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან. პროექტი ხორციელდება ჯამში დაახლოებით 850 ჰექტარ ფართობზე, აქედან წანისის ტერიტორია დაახლოებით 600 ჰექტარი ფართობი. და რაც შეეხება გონიოს ტერიტორიას, ეს არის დაახლოებით 250 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. საზოგადოება უკვე მას შემდეგ, რაც შემუშავდება კონკრეტული განაშენიანების გეგმები, მიიღებს სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შენდება. პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების არავითარი შესაძლებლობა. ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება. არავითარი სპეციალური პრივილეგიები უცხოელებს არ ენიჭებათ. გარდა იმისა, რაც ზოგადად არის კანონმდებლობით გათვალისწინებული და კიდევ ერთხელ 100,000 დოლარის გადახდის შემთხვევაში ერთადერთი რასაც მიიღებს მყიდველი, ეს არის მოკლევადიანი 6 თვიდან 12 თვემდე ბინადრობის ნებართვა. საქართველოში დარჩენის პრივილეგია უცხოელ მყიდველს არ იქნება. პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განმარტებები მისაღებია ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერებისთვის. მათი თქმით, ამ პროექტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გუნდში არ არსებობს, თუმცა პრემიერ-მინისტრს პარლამენტის ტრიბუნა მხოლოდ იმისთვის დაუთმეს, რომ მისი გამოსვლით უსაფუძვლო კრიტიკას პასუხი კიდევ ერთხელ გასცემოდა. არის სერიოზულ შემოტევაზე, პროპაგანდისტულ შემოტევაზე საუბარი, ისე წარმოსახა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა წინასწარ განზრახვით სიტუაცია, თითქოს ეს არის უშველებელი, უკონტროლო მიგრაცია, რომელიც სამწუხაროდ დღეს ევროპას ახასიათებს და სერიოზული პრობლემები შექმნა ევროპაში. მაგრამ ამ შემთხვევაში, რასთანაც ეხლა გვაქვს საქმე, სურათი აბსოლუტურად სხვაგვარად გამოიყურება. ეს არის კომპანიების დაინტერესება, ბიზნესის დაინტერესება საქართველოში ბიზნესის კეთებით, მათ შორის ტურიზმის სფერო და რასაკვირველია ჩვენი დაინტერესება არის სამუშაო ადგილები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისათვის პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის საკმარისი იმ ბუნდოვანების გასაფანტად, რომელიც ხელშეკრულების ოპონენტების თქმით ამ იდეის და ჯერჯერობით არარსებული პროექტის მიმართ არსებობს. ოპოზიციისთვის მთავარ პრობლემას ხელშეკრულების არ გასაჯაროება, არაბული კომპანიისთვის საუკეთესო ტერიტორიების გაურკვეველი მიზნით გადაცემა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაძლო დარღვევა წარმოადგენს. მიწის ღირებულება. თქვენ არ საუბრობთ კაპიტალში შეტანილი ქართული მიწის ღირებულებაზე. არ ამბობთ იმას, საერთოდ შეაფასა თუ არა ვინმემ ეს მიწა, რამდენ ხანში სრულდება ეს პროექტი. თქვენ ვარაუდებზე საუბრობთ, როდესაც ამბობთ, რომ დაახლოებით 10 წელიწადში შეიძლება დასრულდეს და მივიღოთ აქედან გარკვეული მოგება და ციფრებიც დაასახელეთ. ჩემთვის ასევე გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგება აქციონერებს შორის, ანუ ამ შემთხვევაში Eagle Hills-სა და საქართველოს მხარეს შორის განაწილდეს პროექტის დასრულებამდე. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და პირველ რიგში მის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით, რადგან მთავარი პრობლემა, რაც დღეს ხალხს აწუხებს, არის პირველ რიგში
ის რომ ბოლომდე არ ვიცით რეალურად რა ხდება. მოვისმინეთ უზუსტო მონაცემები, ზოგადად არაზუსტი შეფასებები. დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ ესმის, რას ნიშნავს ინვესტიცია. გითხრან, როგორ მოდის ეს ინვესტიცია, რამდენი წლის მანძილზე, რამდენი ტრანშად შემოვა ამ ქვეყანაში და შემდეგ უკვე აი ამას რომ ნახავთ, მე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ყველაფერ დანარჩენზე. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ ჩვენი მიწა, ჩვენი სახელმწიფო მიწა რატომ სხვისდება და სად არის ამის შესაბამისი ინვესტიცია. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ მათ შორის სოციალური მდგენელი ამ პროექტი, საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ პოლიტიკური, დემოგრაფიული და ყველა სხვა მდგენელი, რომელიც შეიძლება მოყვეს ანკლავურ ურბანულ განვითარებას ამ ქვეყანაში. და ბოლოს, მთავარი ტყუილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა აი ამ ყველაფრის მერე უნდა ისმოდეთ და არავითარ შემთხვევაში ახლოსაც არ უნდა ჩაიარონ ამ ამბავთან, ის რომ იქ თურმე საქართველოს მოქალაქეები 80% იქნებიან, ვინც იცხოვრენ. ეს არის ტყუილი. შეკითხების ფონზე პრემიერ-მინისტრმა კვლავ განაცხადა, რომ ჯერ მხოლოდ შეთანხმება გაფორმდა და რეალური პროცესი ამის შემდეგ იწყება. მისივე თქმით, ამ ხელშეკრულებაში მაქსიმალურადაა დაცული სახელმწიფო ინტერესები, თუმცა ის ორმხრივია და ასევე დაცულია არაბული კომპანიის ინტერესებიც. კომპანია Eagle Hills-ი ახლა პროექტისა და გეგმის შემუშავების ეტაპზეა, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, რა სახით და როდის იქნება წარმოდგენილი ეს პროექტი. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.